მიმყოფებით საქართველოს პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს რუსთაველის გამზირზე, სადაც შეკრებილნი არიან აქციის მონაწილეები, დემონსტრანტები კვლავ მიჩნევენ და დღეა უწყლოდ აპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა აქ პროტესტი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. საავტომობილო მოძრაობა დღის პირველ დილიდანვე გადაიკეტა. მოქალაქეები ასევე აპროტესტებდნენ საქართველოში პრეზიდენტის არჩევნებს, მიხეილ ყაველაშვილის მეექვსე პრეზიდენტად არჩევას. დღის მეორე ნახევარში ხალხის შეინტერესების მიუხედავად მათ კვლავ გადმოინაცვლეს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს საათებისთვის, როდესაც 19 საათზე, როგორც ცნობილია, დაგეგმილი იყო თბილისის მერიის მიერ საახალწლო ნაძვისხის ანთება. მომზადებული იყო მათ შორის სპეციალური სცენა, ასევე კონსტრუქციები, სადაც დამონტაჟებული იყო გაანთებები და ეკრანები და როგორც თბილისის მერიის განცხადებებში და გუშინდელ ანონსშიც იყო ნათქვამი, უნდა გამართულიყო კონცერტი, რათა ეს საღამო გაფორმებულიყო მუსიკალურად, თუმცა როგორც თქვენთვის ცნობილია, საპროტესტო აქციის გამოც თბილისის მერმა გააუქცელა მოგვიანებით მიმართვა, სადაც თქვა, რომ ნაძვისხის ანთების ცერემონია გადაიდო ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით. აქ კიდევ ერთი კონსტრუქცია არის დამაგრებული, მოწყობილი, სადაც მოქალაქეებს მიტანილი აქვთ საპროტესტო ბანერები, ერთ-ერთ ბანერზე გამოსახულნი არიან ის დაშავებული პირები, რომლებიც საპოლიციო ძალების მიერ საპროტესტო აქციების დაშლისას დაშავდნენ, მათ შორის არიან რიგითი მოქალაქეები, მშვიდობიანი დემონსტრანტები და ასევე მედიის წარმომადგენლებიც. უშუალოდ ნაძვისხის, სადაც არის ნაძვისხი აწყობილი, არის მოწყობილი ასევე სცენა და დამცავი ჯებირებით არის შემოფარგლული მთლიანად პარლამენტის ტერიტორია, გულისხმობ ტროტუარს, საფეხმავლო ბილიქს, სადაც ასევე განლაგებულნი არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. ისინი არ აძლევენ მოქალაქეებს ნაძვისხესთან და მერიის კუთვნილ კონსტრუქციებთან მოქალაქეებს მიახლოების საშუალებას. აქ ინციდენტს ადგილი არ ქონია ბოლო საათების განმავლობაში, რასაც ჩვენ ახლა ვაკურდებით. ასევე აქ შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ვინც შეიკრიბა პარლამენტის გარეთ და ვინც დგას დღეს მთელი დღის განმავლობაში საკანონმდებლო შენობის გარეთ, აფასებს პროცესებს პარლამენტის შიგნით, რაც ვითარდებოდა. ეს არის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. დღეს ქართულმა ოცნებამ ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. აქ შეკრებილი მოქალაქეები მიხეილ ყაველაშვილს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევენ და ფარს უწოდებენ შექმნილ მდგომარეობას, შექმნილ ვითარებას. ასევე მათი მთავარი მოთხოვნები კვლავ უცვლელია, ეს არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და დაუყოვნებლივ გათავისუფლება იმ პირებისა, რომლებიც დააკავეს გასული დღეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე. ვითომ პრეზიდენტი მე დავარქვი პრეზიდენტის არჩევა ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმურმა პარლამენტმა დაასახელა მე არალეგიტიმური მთავრობა და არჩეული იქნა სათამაშო პრეზიდენტი. ეს არ არის პრეზიდენტი. ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს. იმიტომ ვდგევართ ჩვენ ახალგაზრდობასთან ერთად. ჩვენი თაობა, ახალგაზრდობა, რა ვიცი, ყველა ერთად ავართ. პროფესიას მნიშვნელობა აღარ აქვს. იქით საპოლიციო ძალებს და აქეთ მშვიდობიან დემონსტრანტებს მივეჩვიეთ. ეგ მაგას უყურებთ უკვე ამდენი ორ კვირაზე მეტია თუ არ ვცდები. ჩვენი ბრძოლა არის ის, რომ ვიყოთ თავისუფლები და დამოუკიდებლები და მაგისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ჯერჯერობით ყველაფერს ვაკეთებთ. იმათი უკან დახევა ჯერჯერობით ვერაფერში ვნახე გარდა ნაძვისხე რო ვერ აანთეს. თუმცა მაქვს იმედი, რომ ეს მოხდება, არ მაქვს იმედი, რომ ხვალ და ზეგ, მაგრამ ცოტა გრძელვადიანი ბრძოლა იქნება. უბრალოდ არ უნდა დაიღალოს ხალხი, არ უნდა მობეზდეს და ხელი არ უნდა ჩაიქნიოს ჩემი აზრით. და დანარჩენს აუცილებლად მივახცევთ. იმიტომ რომ თავისუფლება ისე არ მოდის. მას ბრძოლა ჭირდება და ლომთა ხვედრია, როგორც გითხრათ თაწმინდელმა პოეტმა. აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს სიმბოლური გამარჯვებაა ნაძვისხის არანთება, არაფერი დიდი, ადრე თუ გან აინთება და უნდა აინთოს კიდეც. თუმცა ბოროტზე აუცილებლად გაიმარჯვებს კეთილი და აქ თავად დაათვალიერებს თქვენი კამერა, ძალიან ბევრი კეთილი სახე დგას და ხალხი. და აუცილებლად მივახცევთ წარმატებას. გილოცავთ დამდეგ ახალწელს და იმედია ბედნიერება იქნება 2025-ში.
რუსთაველის გამზირზე დღეს დემონსტრანტებთან ერთად ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში დილიდან იმყოფებიან ასევე სამართალ დამცველები, რომლებსაც საპოლიციო კორდონი აქვთ მოწყობილი როგორც 9 აპრილის, ასევე ჭეჭინაძის ქუჩაზე. მე ვთხოვ ახლა ოპერატორს კადრში გაჩვენოთ, რამდენად გამოჩნდება ჭეჭინაძის ქუჩა, სადაც განლაგებული არის საპოლიციო კორდონი, მათ უკან იმყოფებიან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები კონკრეტულად ამ ქუჩებზე 9 აპრილს და ჭეჭინაძეს გულისხმობ არ გამოჩენილან. როგორც მოისმინეთ, მათი ნაწილი განლაგებული იყო თავისუფლების მოედანზე. დემონსტრანტები, უნდა ითქვას, საკმაოდ ცივი და ქარიანი ამინდის მიუხედავად რჩებიან რუსთაველის გამზირზე. ბოლო 1 საათის განმავლობაში გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობა მთლიანად გამზირზე თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით არსებულ საგზაო მონაკვეთში და პერიოდულად დემონსტრანტები კვლავ იკრიბებიან უსვლელი მოთხოვნებით, უსვლელი შეძახილებით, კვლავ იმავე ტიპის ბანერებით, რომლებიც მათ ჰქონდათ გასული 16 დღის განმავლობაში და აცხადებენ, რომ არ უშინდებიან არანაირ რეპრესიას მათ შეფასებით, არ უშინდებიან არანაირ ძალადობას და აპირებენ რუსთაველის გამზირზე გამოსვლას, მანამ სანამ არ მიაღწევენ მთავარ შედეგს. და მათ ერთ-ერთ გამარჯვებად, ასე ვთქვათ, როგორც ისინი აფასებენ, მიაჩნიათ დღეს თბილისის მერიის გადაწყვეტილების ცვლილება, რომელიც, როგორც უკვე იცით, შეეხება ნაძვისხის ანთების ცერემონიალის გაურკვეველი ვადით გადადებას.